და მე აღვადგინო იგი უკანასკნელს ამას დღეს. აი ეს აღდგინება უკანასკნელს ამას დღესა, იმიტომ რომ ჩვენთვის რაღაც ესეთი სპირიტუალური წარმოდგენა გვაქვს ქრისტიანობაზე, რომელიც არის სხვადასხვა რელიგიებიდან ნაკარნახები, სხვადასხვა სოფხედელობებით რაღაც შემოსული ჩვენში, რომ ესე იგი სული ავიდა, ხორციდან სული წავიდა და რაღაც სულიერ სამყაროში გადასახლდა და აი რაღაც ესეთი სპირიტუალური წარმოდგენა. ეს ქრისტიანებს ესე არ გვწამს. ჩვენ რო სული ამოვა დიახ და იქ მიღმიერ სამყაროში გავა, ის არ შედის იმ სრულ ყოფიერებაში და დიდებულებაში, რისთვისაც ღმერთმა სამყარო შეგვიქმნა ჩვენ. ის გადადის ერთგვარ მოლოდინის მდგომარეობაში. ამით არაფერი არ მთავრდება. ეს არის რაღაც ერთგვარი საფეხური. სრული განსრულება სიდიადისა მოხდება მაშინ, როცა ქრისტე დაბრუნდება სამყაროში. და ქრისტეს დაბრუნების შემდგომ იწყება სამყაროს განახლება, ჩვენი სხეულები თურთ. სამყაროს განახლება, აბა ქვის განახლება ედარდება ღმერთს. პავლე მოციქული ამბობს, რომ მეკალოე ხარსო, ძველ აღთქმაში წერიაო, პირს ნუ აუკრავო. და მე პავლე ამბობს, რომ ხარები ედარდებოდაო ღმერთსო, ხარებზე გვიწერსო ღმერთიო ბიბლიაში? იმ სიმბოლოთ იყენებს. სამყაროს განახლება რეალურად მოხდება, მაგრამ ქვების განახლება და მთვარის განახლება ედარდება ღმერთს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ხდება. სამყაროს განახლება ხდება ჩვენი სხეულები თურთ, რომლებიც მიწაში იქნება, ან თუ ცოცხლები ვიქნებით, მიწის ზემოთ ვიქნებით, მაგრამ ხდება განახლება და ადამიანი კვლავ სრული ხდება სულისა და ხორცის ერთობა. ეს ხო წარმოგიდგენიათ, ფორმებისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელი რაღაც მოცემულობაა, რეალობა, რომლის წარმოდგენა ჩვენ შეუძლებელია გქონდეს, მაგრამ ვისაც ეს არ სწამს, ის ქრისტიანი არ არის. ასე რომ კარგად გავავიკულიოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ზოგიერთი ეკლესიის წევრისათვის ზოგადად ეგეთი ადამიანები არსებულა, ხო ესე ვთქვათ, რომ ეს რაღაც წარმოუდგენლად მეაჩნიათ. სული წავიდა და მორჩა, ეხლა იქ რაღაცა იქნება და არა, სამყარო უნდა შეიცვალოს ჩვენი სხეულები თურთ. ამიტომ და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენ სხეულს სიწმინდის თვალსაზრისით. არ შეიძლება მისი შეურაცხყოფა, მისი გაუწმინდურება უზნეობით, არასწორი ცხოვრების წესით.